გამარჯობათ. მე მინდა აღვნიშნო ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. ეს არის კორონავირუსი, ეს არ არის ახალი ფაქტი. სოფლიოში და საქართველოში დღეს ძალიან ბევრი პაციენტია და ჩემი აზრით ყველაზე მეტად დღეს ამ ადამიანებს უჭირთ, უმძიმთ და მე მინდა მათ უთხრა, რომ არ დაკარგონ იმედი, იყვნენ იმედით განწყობილნი. თქვენ გჭირდებით, თქვენს ახლობლებს გჭირდებით, თქვენს ნათესავებს გჭირდებით და სწორედ ამიტომ თქვენ აუცილებლად ძალიან მალე მათ დაუბრუნდებით. თქვენ ისინი გელოდებიან და ისეთი ადამიანებიც რომ იყოთ, რომლებსაც არავინ არ ყავთ. თქვენ მასე ნუ ჩათვლით იმას, რომ არ უყვარხართ, ნუ ჩათვლით იმას, რომ არავინ არ ყავთ. მოიცა თქვენ ყავთ ძალიან ბევრი ადამიანი და მათ შორის ერთ-ერთი მე ვარ. მე თქვენ მჭირდებით, მე მჭირდება თქვენი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა. ყველა ის ადამიანია, რომელიც არის კორონავირუსში და რომელიც არ არის კორონავირუსში, მაგრამ არის სიდუხჭირეში, არის სირთულის წინაშე, არის პრობლემის წინაშე. მე მინდა ყველა ადამიანს უსურვო გამოსვლა ამ მდგომარეობიდან. დღეს ძალიან ბევრი ინიციატივაა, ძალიან ბევრი ორგანიზაციაა, ძალიან ბევრი რამ ხდება და კორონავირუსმა არა მხოლოდ გაგვაერთიანა ჩვენ ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ, არამედ კიდევ უფრო ნათლად მოგცა იმის საშუალება, რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი. მე ყველა ადამიანს, რომელმაც იცის რა არის ადამიანის ფასი და რას ნიშნავს იყო ღირსეული ადამიანი, ყველა ამ ადამიანს მინდა რომ ყველა ესეთი ადამიანი თითო ხელით, ყველა ადამიანმა, რომლებიც ჩვენ ცხოვრობთ და ვცოცხლობთ, თითო ხელით, ვისაც რა შეგვიძლია გავაკეთოთ და მივიტანოთ ყველა ადამიანებამდე, ვისაც რა აკლია, მცირედი თუ დიდი, ყველა ადამიანებამდე მინდა მივიტანოთ სიყვარული, ზრუნველობა, სიკეთე, ყველაფერი, ისეთი რაღაცეები მივიტანოთ, რაც მათ აკლიათ და რაც მათ მართლა სჭირდებათ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმ ბრძოლაში, რომელსაც სიყვარული ჰქვია. მე მინდა რომ ყველა ადამიანი იყოს სიყვარულის მატარებელი და სწორედ ასე, როდესაც ჩვენ ერთმანეთი გვეყვარება, ვიქნებით მთელი სამყაროც, მთელი ჩვენი ქვეყანაც და ჩვენი მოსახლეობაც და ყველა ადამიანი იქნება უფრო კარგად, უფრო ბედნიერად და მე ძალიან გამახარებს ძალიან ყველა იმ პაციენტის გამოჯანმრთელება, რომელიც სამწყობოში არიან, ყველა იმ სიდუხჭირეში და გაჭირვებაში და სირთულეში მყოფი ადამიანების გამოსვლა მდგომარეობიდან, რომელიც დღეს არიან. და აუცილებლად ჩვენ, რომლებმაც ვიცით რა არის ადამიანის ფასი, ჩვენ აუცილებლად გამრავლდებით. უნდა გამრავლდეს სიყვარული და ჩვენ კიდევ უფრო მეტად ყოველდღიურად უნდა ბევრი ვიბრძოლოთ იქითკენ, რომ ყველა ადამიანმა მივიღოთ ამაში მონაწილეობა. მე მინდა ყველას გისურვო ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა და არ დაკარგოთ იმედი. იმედი იპოვეთ ადამიანებში, ადამიანები, რომლებიც თქვენზე ფიქრობენ, თქვენი ჯანმრთელობა ადარდებთ, თქვენი კარგად ყოფნა ადარდებთ. სწორედ ამიტომ თქვენ ძალიან მალე გჯეროდეთ და გწამდეთ უფლის, ღმერთის, რადგან ის არ დაგტოვებთ. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაქვს ერთად გასაკეთებელი. ჩვენ ძალიან ბევრი რამე, ბევრი სიკეთე და ბევრი სიყვარული უნდა დავთესოთ ერთად. ჩვენ ვიცით, რომ ერთად დავდგებით, ერთად გავიმარჯვებთ სიყვარულში. ფარავდეთ ღმერთი.